18 აპრილს ზეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1984 წელს იუნესკოსა და აიკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს. სტუდიაში ვთხოვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს თეა ონიას. გთხოვთ მობრძანდით. გამარჯობა. მობრძანდით. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირველ რიგში ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, 18 აპრილზე, ხო? ზეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე. რას ნიშნავს ეს დღე და რას ისახავს მიზნად? კი ბატონო, ეს დღე დაწესდა 1982 წელს იუნესკოს მრჩეველი ორგანიზაციის იკომოსის მიერ და 1993 წელს უკვე იუნესკოს მიერ იქნა აღიარებული. ეს დღე მიზნად ისახავს ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე. ანუ იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რაც კაცობრიობას და თითოეულ ერს გააჩნია. მოგეხსენებათ, საქართველოს საბედნიეროდ ძალიან მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით, მატერიალური, არამატერიალური, უძრავი თუ მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. დღესდღეობით ჩვენს კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში აღრიცხული გვაქვს 7650-ზე მეტი ობიექტი და აქედან უმეტესობა არის კომპლექსური ძეგლი და შესაბამისად რაოდენობა თითოეული ობიექტის გაცილებით მეტია ვიდრე 7650. ხალხო, ძალიან მაინტერესებს და ბოდიში შეიძლება დილეტანტური კითხვა, მაგრამ არ ვიცი, მოძრავი რას ნიშნავს? ესე იგი, მოძრავი ობიექტი არის ობიექტი, რომლის გადაადგილება შეიძლება და ეს არის ხატები, წიგნები, ხელნაწერები, სხვადასხვა ობიექტი, რომელიც არის ჩვეულებრივ დამოკიდებლად საგანძური შეგვიძლია დავარქვათ საგანძური, რომელიც დავანებულია საქართველოს მუზეუმებში ან კერძო კოლექციებში. და 7650 რა თქვით, ეს არის უძრავი გულისხმობთ, ეს არის ტაძრები, ციხე-ქალაქები და ასე შემდეგ. ტაძრები, ციხე-კოშკები, მეჩეთები, სინაგოგები და ასე შემდეგ, ყველა ის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, რომელსაც გააჩნია ისტორიული, მხატვრული, არქიტექტურული და მემორიალური ღირებულება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში თქვენ ნიკო ნიკოლაძე ახსენეთ წერტილში. სწორედ აი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციასაც გეგმავს სააგენტო, მუშავდება შესაბამის საპროექტო დოკუმენტაცია და ალბათ მომავალ წელს უკვე დაიწყება ფიზიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე დღესდღეობით მიმდინარეობს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. ხოვლეში არის რეაბილიტაცია. და ანუ ესე იგი კულტურული მემკვიდრეობა ერთის მხრივ ეს არის როგორც არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ნაგებობების ერთობლიობა, ასევე მემორიალური ღირებულების ობიექტების ერთობლიობა. დაუშვათ, როგორც არის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, რომლებიც უკავშირდება ისეთ გამორჩეულ პიროვნებების სახლს, მათ ცხოვრებისეულ, მათ საცხოვრის, ასე ვთქვათ, მათ სახლს და ესენი არის ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული. საბედნიეროდ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე პრეისტორიული ხანიდან იწყება ადამიანის, ასე ვთქვათ, ცხოვრება და აი ამ ხანიდან მოყოლებული გვაქვს თითქმის ყველა ეტაპის, ანუ კაცობრიობას, რაც კი ეტაპები გაუვლია, თითქმის ყველა ეტაპის ძეგლი გვაქვს საქართველოში. ეს იქნება პრეისტორიული ხანის ნამოსახლარები, შუა საუკუნეები, განვითარებული შუა საუკუნეები თუ უკვე გვიანი შუა საუკუნეები, რომელიც უკვე ქცეულია ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობად. ეს არის ერის იდენტობის ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი, ანუ ვიცოდეთ ვისგან მოვდივართ, რა სიმდიდრეს ვფლობდით, როგორ ვითარდებოდა ჩვენი ერი ზოგადად და ჩვენი მოვალეობა არის, აი ეს დღეც არის ზუსტად იმის შეხსენება, რომ მოუაროთ, გაუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად კაცობრიობისთვის. აი ზოგადად კაცობრიობის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არის, როგორც ვთქვით, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მცხეთის ისტორიული ნაგებობები არის და ზემო სვანეთი. ზემო სვანეთში სოფელი ჩაჟაში არის მთლიანად, რომელიც არის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი. ეს არის კომპლექსი, უნიკალური სოფელი, რომელიც
ავთენტური სახით არის თითქმის შემორჩენილი ჩვენამდე და ეს ამ კომპლექსის უნიკალურობა, მისი ისტორიული ღირებულება განაპირობებს მის ზოგად საკაცობრიო ღირებულებასაც. ის უნიკალური კულტურული ლანდშაფტი, რაც მის გარშემოა ასევე ისტორიულად ჩამოყალიბებული, ეს არის მისი ზოგად საკაცობრიო ღირებულების გამაპირობება. ეს ჩამონათვალი, რომ თქვით ეს კარგია, მე რომ სხვა რაღაც სხვა შეკითხვის დასმა მინდოდა კიდევ სხვა ობიექტები არის საქართველოში და აი იმათი იქ რო აღმოჩნდნენ იუნესკოს ნუსხაში ამისთვის რა კეთდება, ესეც რო ვთქვა ორიოცი. იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში წარდგენილია რამდენიმე ძეგლი. წინასწარულ ნუსხაში წარდგენა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ამ ძეგლებისთვის შექმნას სათანადო პირობები, ეს იქნება კონსერვაციის გეგმები, სხვადასხვა სამუშაოები, რომლებიც ამ ძეგლების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უნდა ჩატარდეს, ასევე მათ გარშემო არსებული ტერიტორიის დაცულობის მექანიზმები უნდა იქნეს შემუშავებული, იმიტომ რომ თუ იუნესკოს ადრე ქონდა სხვა კრიტერიუმები და კონკრეტულად ერთი ძეგლის გამორჩეული ზოგად საკაცობრიო ღირებულებიდან გამომდინარე შეიძლება ის შეტანილი ყოფილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, დღეს ეს მიდგომები არის შეცვლილი და მხოლოდ ძეგლის მნიშვნელობა კი არ არის აქ ანუ გამაპირობებელი ფაქტორი, არამედ ისიც თუ როგორ იცავს სახელმწიფო ამ ძეგლს, როგორ არის ამ ძეგლის არა მხოლოდ ამ კონკრეტული ობიექტის, არამედ მისი გარემოს შენარჩუნების პირობები დაცული და გადაწყვეტილი სახელმწიფოს. ანუ რაღაც რეგულაციები არსებობს ეს რეგულაციები უნდა დადგინდეს სახელმწიფოს მიერ ამ ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის მიზნით, რომ შემდგომში ეს ობიექტები წარდგენილი იქნას. და გარდა იმისა, რომ დადგინდეს იმისი, რასაც პოტენციალი აქვს, ისაც უკვე დადგენილია და თქვათ იუნესკოს წევრია, იმის იგივენაირად მოვლა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს ისტორია იმისა, რომ ამოიღეს გარკვეული ძეგლები იუნესკოდან და აი მაგალითად ამ შემთხვევაში რაც არის მცხეთა ჩაჟაში და გელათი, ხო, ამ შემთხვევაში აქტიურად მიმდინარეობს, თქვათ კონტროლი, მონიტორინგი, რომ არანაირი ძრვა და ცვლილება არ მოხდეს ამ კრიტერიუმების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს, სწორედ მცხეთის ისტორიული ძეგლები გასულ წლებში შეტანილი იქნა საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის ნუსხაში, არა იმიტომ რომ დაუშვათ ჯვარზიან სვეტი ცხოველზე ჩატარდა რაიმე მიუღებელი სამუშაო, არამედ იმიტომ რომ მათ გარემოს, ანუ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს ემუქრებოდა დაზიანების საფრთხე, ანუ იქ იგეგმებოდა ისეთი მშენებლობები და განხორციელდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ძეგლების ზოგად საკაცობრიო ღირებულებას და ამ მიზნით უკვე 2015 წლიდან მცხეთაში მოქმედებს მორატორიუმი, ქალაქმშენებლობით შეზღუდვის რეჟიმი, იქ აკრძალულია ფაქტობრივად ახალი მშენებლობები, დაშვებულია მხოლოდ ძვლის ჩანაცვლება, ახლით რეკონსტრუქცია, ანუ ისეთი სამუშაოები, რომლებიც არ შეცვლის ისტორიულ ლანდშაფტს და აი ამ მორატორიუმის მოხსნის ერთ-ერთი საფუძველი იქნება მცხეთის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც აქტიურ ფაზაშია და როგორც კი იქნება ეს დოკუმენტაცია შემუშავებული, ანუ სახელმწიფო დაადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს, სად, რისი, რა ფორმის, რა მასშტაბის, რა მოცულობის ნაგებობების განთავსება შესაძლებელი მცხეთაში, უკვე ეს მორატორიუმიც მოიხსნება და მცხეთას მიეცემა გარკვეულწილად ისეთი განვითარების შესაძლებლობა, როგორც ეკადრება ისტორიულ ქალაქებს და მსოფლიო მემკვიდრეობას. აი ამისთვისაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები. გარდა ძეგლების დაცვის სამუშაო. ძალიან მინდა რომ კიდევ რაღაცები შევიდეს ამ ნუსხაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცით ვამაყობთ ჩვენ და იყო წინა წლებში აქტიური მუშაობა ვარძიეხერთვის იოლოდას ისტორიულ ლანდშაფტზე, ეს არის მთლიანად მთელი ასეთ კილომეტრების რადიუსით გადაჭიმული ტერიტორია, უნიკალური ლანდშაფტი, ეს არის ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული, ასე ვთქვათ, თანაარსებობის ცოცხალი მატიანე, მოგეხსენებათ ვარძიეხერთვის იოლოდას ისტორიული ლანდშაფტი რას გულისხმობს, რომ ადამიანმა ეს ლანდშაფტი გარდაქმნა მის სასარგებლოდ, ეს ტერასები, სადაც ვაზი, ხორბალი, სხვადასხვა კულტურა იყო გაშენებული და აი სწორედ აი ამ ლანდშაფტის უნიკალურობა, რომელიც დღესაც შემორჩენილია, განაპირობებს აი ამ ძეგლის არა მარტო ქართულ, არამედ მის ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობასაც და როცა მომზადდება სათანადოდ ეს ნომინაცია, იქნება აქვს სერიოზული პოტენციალი ვარაზია. სერიოზული პოტენციალი ნამდვილად დიდი
მადლობა. ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ და გვიხარია რომ ასე კარგად მუშაობთ და ჩვენ ქვეყანას წარმოვაჩენთ მთელს მსოფლიოში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, სხვა შორის ლოგიკური გადასვლა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია უფლისციხე, რომელიც დღესაც აგზელებს ვიზიტორთა მოხიბლას თავისი უნიკალური არქიტექტურით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მისი გარემო გავრცელებული ლეგენდა უკაცრავად გარშემო გავრცელებული ხო ლეგენდებით რა თქმა უნდა. სააგენტოს მიერ ძეგლზე უამრავი მასშტაბური სამუშაო ტარდება, რაც უზრუნველყოფს ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებას. უფლისციხეში იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი კეთი იგურიძე. კეთი, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, დიახ, უფლისციხეში ვიმყოფები და როდესაც აი ამ ისტორიულ ადგილზე ფეხს დაადგანთ და თქვენც ჩემსავით აი ამ გორას ამოუყვებით, სადაც თითოეული ქვა წარსულის ისტორიას ინახავს, დამერწმუნეთ, რომ დაგავიწყდებათ თქვენც რომ ვართ თანამედროვე ეპოქის შვილები. ეს გახლავთ ქალაქ გორიდან დაახლოებით 10 კილომეტრში უძველესი უფლისციხე, რომელსაც ყოველწლიურად 250,000 ტურისტი სტუმრობს და რატომ სტუმრობს? იმიტომ რომ მას აქ ძალიან დიდი ისტორია ძალიან დიდი მნიშვნელობის გახლავთ ეს ძეგლი. საქართველოში სხვათა შორის სულ 3 კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელთაგან უძველესი არის ნამდვილად უფლისციხე და მისი ისტორია გვიანი ბრინჯაოს ხანიდან იწყება, თურმე, როდესაც პირველყოფილმა ადამიანებმა ლითონის იარაღის გამოყენება ისწავლეს. 18 აპრილს, როდესაც საუბრობთ მსოფლიოში ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღეზე, აუცილებელი მოვინახულოთ უფლისციხე, გავეცნოთ ამ ისტორიას, ამ ხრივ გამორჩეული ქვეყანა ნამდვილად საქართველო და ჩვენს ტერიტორიაზეც მრავალი ისტორიული ძეგლია უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და მე როგორც ვახსენე 250,000 ვიზიტორი სტუმრობს ყოველწლიურად უფლისციხეს, რაც ალბათ ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც საქართველოს ისტორიისთვის, ისე საერთაშორისო ტურიზმისთვისაც და უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის გიდთან ქალბატონ მედია ბერიანიძესთან ერთად შევეცდები მე გავიგო, რა საიდუმლოს ინახავს უფლისციხე, რომლის ისტორიაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ტურისტები ამით არიან მოხიბლულები. მოგესალმებით ქალბატონო მედია. მოგესალმებით. ქართლი იბერიული კულტურის აკვანი, ქართლი კავკასიის გზაგასაყარი, სადაც საუკუნეების განმავლობაში იკვეთებოდა პოლიტიკური, სტრატეგიული, რელიგიური და ეკონომიური ინტერესები და უფლისციხე, აი ამ მიწის მშვენება. იბერიის შვილთა განსწავლულობის მაღალი სტანდარტის მაჩვენებელი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი არა მარტო საქართველოში, ამიტომ მართლაც გასაოცარია, როცა 21 საუკუნეში დღესაც ჩვენ შეგვიძლია ამ ნანგრევებში დავინახოთ 1000 წლეულების უკან ჩაფიქრებული არქიტექტურული კლდის რაციონალური გონივრული გამოკვეთის კვალი, დავინახოთ იმ ტაძრების, დარბაზების, სასახლეების, ღვინის საწნახლების მარნების ნაშთი, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენ არა მარტო ხელოსნური ნაწარმის უძველესი ადგილი ვიყავით, არამედ უფლისციხე აჩვენებდა ქართული ხუროთმოძღვრების მაღალ დონესაც. ქალბატონო მედია, ტურისტები ყველაზე ხშირად რითი ინტერესდებიან, ახლა მაყურებელი კადრში ხედავს, სიმბოლურად ვიმყოფებით თამარის დარბაზში, ხო? როგორი ტურია, რამდენი საათი გრძელდება და რას ნახავს? აი აქედან გასულები, რა ინფორმაციის რჩებიან ესეთი აღფრთოვანებულები, რომელიც თქვენ ეთერამდე მითხარით კიდევაც, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც უკან ბრუნდებიან. ნამდვილად ასეა, უფლისციხემ თუ კი გული გაუხსნა აქ მოსულ სტუმარს, აუცილებლად დაუძახებს ხოლმე თავისთან და გასაოცარი არ არის, იმიტომ რომ აქ აღმოჩენილი ხელოსნური ნაწარმის, მხატვრული ნივთების სინატიფე, მრავალფეროვნება, მათი სილამაზე მაღალი ოსტატობა გულგრილს ვერავის ვერ დატოვებს. და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ როცა გადახედავენ, უფლისციხიდან დაინახავენ საქართველოს, როცა გადახედავენ მის გარეუბანს და ჩვენ ვეტყვით, რომ აი ამ ნანგრევების ქვეშ 5 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილ სარკოფაგებში, სამარხებში, საფლავებში ეგვიპტური სამკაული, ირანული ჭურჭელი, რომის იმპერატორ ტიტეს ოქროს აურეუსები, ღვინის საწნახლები და აფთიაქიც კი ხო, რომელიც აფთიაქიც კი და როცა გადავხედავთ და ჩვენ ვიცით, რომ იქ აღმოჩენილი უძველესი ბრინჯაოს ნამკლები დაცული 2000 წლის ჩვენს წელთაღრიცხვამდე ასე თარიღდება, რა თქმა უნდა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, მეთუნეობის, საეულერო ხელოვნების განვითარების მაღალ დონეზე და ეუბნები სტუმარს, რომ იცით რა, აი აქ დაწურული ყურძენი, აქ დაწურული ღვინო ინახავდა ქართლის მიწის სიმდიდრეს, მის არომატს, აირისა
და ღვინო და ვაზი ჩვენი ყოფისა და აქაურთა ყოფისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. შევედით ბაზილიკაში ახლა. ბაზილიკა კი. ჩვენ როგორც აღნიშნეთ, უძველეს ისტორიის ოფლისციხე და რელიგიური დასაწყისიც ჰქონდა, წარმართებიც ცხოვრობდნენ აქ თავის დროზე და მეცნიერთა აზრით მოიაზრება, რომ ეს უნდა ყოფილიყო ცეცხლის ტაძარი. ცეცხლის ტაძარი, რომელშიც იკითხებოდა მიტრაიზმი, ზოროასტრიზმის, ცეცხლის თაყვანისმცემლობაც, მაგრამ მე-6 საუკუნიდან უკვე ამ ნაგებობას მიეცა სხვა დანიშნულება, სამნავიანი ბაზილიკა ასე ეწოდება და ეს ერთგვარად ალბათ იყო ხარკის გაღება ქრისტიანობისადმი, იმიტომ რომ უფლისციხემ სანამ მე-10 საუკუნეში თავისი ხელით უფლისციხელმა კაცმა არ დაანგრია უმთავრესი წარმართული ტაძარი და ქრისტიანული ეკლესია არ ააშენა, ეს სინერგია მრავალღმერთიანობისა ასე თუ ისე უფლისციხის ისტორიაში და ბედიღბალში თავის როლს თამაშობდა. საბატონო მედია, კარტშიც ხედავთ ახლა ჩვენ ტაძარს, რომელსაც არ აკლია მნახველები, მომლოცველები, რომლებიც არაერთხელ ბრუნდებიან. რომელი საუკუნის არის, რა ისტორიას ინახავს? მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში უნდა აშენებულიყო, დაწყებულიყო ამ ეკლესიის მშენებლობა, ხალხის სიყვარულით უფლისწულს ეძახის და წმინდა გიორგის სახელობისა და უკავშირდება დაახლოებით იმ პერიოდს, როდესაც უფლისციხეში ქართლის პოლიტიკურ ცენტრში უკვე მე-11 საუკუნეში მოყავთ პატარა ბაგრატი ფანასკერტიდან. ის ბაგრატი მერე გაერთიანებულ საქართველოს რომ გაუძღვება ბაგრატ მესამის რეგალიებით და მაშინ შენდება ეს ეკლესია. ეს არის სიმბოლო ქრისტიანობის გამარჯვებისა წარმართობაზე, ასე აღიქმება და ჩვენთვის ჩვენ ვინც აქ მოღვაწეობთ არის შიგ ამ ტაძარში დავანებული ენერგია და ძალა იმ უფლისციხისა, რომელიც მე-11 საუკუნეში თავისი ზეობის ხანაში იყო. მანამ სანამ აქ მოვლენ მონღოლთა ორდოები და თავის თეთრ კარვებს გაშლიან უფლისციხის კლდეების გარშემო. უფლისციხე სახელწოდება საიდან მოდის, ესეც რომ გითხრათ მზის ქალაქსაც უწოდებენ, ხო? კი, უფლისციხე ღვთიურისა და ადამიანურის სინერგიას მოიცავს ერთად ეს სახელწოდება მისი ახსნა და მზის ქალაქსაც რატომ ვეტყვით, ხომ წარმართული იყო თავიდან უფლისციხე და უმთავრესი ქალღმერთება, რომელიც მრავალ სახოვან კერპთა პანთეონში იქნა აღმოჩენილი, ეს გახლდათ ქალის გორელიეფური გამოსახულება, დიდი დედა ნანა, მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც ამ კლდეებიდან დასავლეთით ყათლანიხევის სამოსახლოზე იქნა აღმოჩენილი. მისი თვალები ეხლაც ბრწყინავს, იმიტომ რომ ინკრუსტაცია ობსიდიანით არის შესრულებული და გამოარჩევდა იმ არტეფაქტებიდან, რომელიც იმ ნანგრევებში იქნა აღმოჩენილი. დიდი დედა ნანა. ეხლა ხედავ რომ ტურისტებიც მოდიან, ვიზიტორები არასდროს არ აკლია უფლისციხეს. აი რა არის ის მთავარი კითხვა, რომლითაც ინტერესდებიან და რამდენად ხშირია, თქვენ უკვე წლებია აქ იმყოფებით, ყოველდღე ხვდებით ამ ადამიანებს, რომ ხშირად ბრუნდებიან. საბედნიეროდ ეჭვი არავის ნაკლებად გაუჩნდება ეჭვი აქ მოსულ სტუმარს უფლისციხის ასაკთან დაკავშირებით და მე აღნიშნავ რომ კი ალბათ ეს ადგილი უნდა აღმოეჩინა და აერჩია ადამიანს თავიდან თავისი ღმერთები და კერპები რომ დაესახლებინა და მე უკვე უძლიერესი ციხე ქალაქი გაეშენებინა რომელიც დიდ მნიშვნელობას იჭერდა არა მარტო საქართველოს ისტორიაში. უფლისციხე ხიბლავს აქ მოსულ სტუმარს თავისი საოცარი დადებითი ენერგეტიკით და აი ამ მასშტაბით, რომელიც ხშირად უთქვამთ, იცით რა, აი ისეთი განცდა აქვს ადამიანს, იხსნება მისი საუკეთესო თვისებები და თავისთავად ცხადია ეს არქიტექტურა, სადაც იხილება მზის ტაძარი და როცა აი აქ გეხარ და სტუმარს ეტყვი რომ აი ამ ხევში ნაპოვნი იქნა ცნობილი განძი უფლისციხისა, როცა აი ამ ხევში, რომელსაც სწორედ ახლა უყურებთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. აქ სადაც ოქროს ვარდულები 299 წელი იქნა ნაპოვნი, ხო? ეს უკვე ადასტურებდა რომ ხელოვნებაც, ცხოვრებაც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ავსებდა უფლისციხის ისტორიას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მედია. აი ასე გამოგზაურეთ ერთგვარად უფლისციხეში ამ ისტორიულ ძეგლზე, აი აქ სადაც მართლაც თითოეული ქვა ძალიან დიდ მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ ისტორიას ინახავს და მე ვფიქრობ რომ 18 აპრილს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს აი ეს უფლისციხე აუცილებლად უნდა მოინიშნოთ, მოინახულოთ და გაეცნოთ სულ 1 საათის განმავლობაში თქვენ აი აქედან უკან დაბრუნების შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ რომ კიდევ ერთხელ ჩამოხვიდეთ და მოინახულოთ უფლისციხე.
დიდი მადლობა დამაბრუნეს ბავშვობაში, იმიტომ რომ ბავშვობის შემდეგ არ ყოფილა და ეხა ისე მომინდა წავიდე და კიდევ ერთხელ ვნახო, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად წადით და ნახეთ, იმიტომ რომ საოცარი სანახაობა გელოდებათ, რასაც ესე ვერც კი იფიქრებთ, რომ შეიძლება ასეთი იყოს. საოცარი რამ არის უფლისციხე. და ასეთი დამთხევა არის, გუშინ ვსაუბრობდით ამაზე, რამდენი ესეთი ადგილი გვაქვს, რომელიც საბედნიეროდ ჩვენ თაობას ბავშვობაში ექსკურსიების დახმარებით ნანახი გვაქვს და ჩვენს ნამდვილად გადასამეორებელი გვაქვს და ახალგაზრდასაც არ უნახავთ, ნუ აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ნამდვილად ღირს ამ ადგილების ნახვა. ისევე როგორც ლექსების სწავლა და მათ შორის უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩის და ამაშიც დავუბრუნდით. ერთს დავამატებ ჩემი სატელევიზიო კარიერა, საღამოწო ტელევიზია და ზუსტად უფლისციხეს უკავშირდება და იქ მქონდა პირველი სინქრონი, როდესაც კადრში ვიდექი და ეს კიდე განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია. ის რაც ლექსით ვიცოდით და ბავშვობიდან ჩაბეჭდილი გქონდა, ერთხელ რეპორტაჟის სახითაც მომიწია, რომ მართლა ყაყაჩოს ყვავილობის დროს წავსულიყავი და ეს არის კიდე სხვა სანახაობა. აი საოცარი სანახაობა. აი ახლა უკვე გაზაფხული დგება და შეგიძლიათ დაამტყიოთ, რომ მართლა ნახოთ უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩის. არავით არის სხვა სამშობლო ამაზე მეტი? არ გამაჩნია. ასეა. ახლა